აი ისევ ქართულ ოცნებას რო დაუბრუნდეთ. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავი, რაც საქართველოში ხდება, არის ის, რომ ეს ქვეყანა ქართულმა ოცნებამ გადააქცია ერთგვარ საერთაშორისო ნაგავს საყრელად. ანუ ადამიანებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც არსად ნორმალურ ქვეყანაში არ ჩაესვლებათ, ჩამოდიან თბილისში. და აქ აწარმოებენ საქმეებს. მაგალითად, ბატონი იტამარ ბენ-გვირი, ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრი ისრაელისა. ეს კაცი, რომელიც თვითონ ისრაელის საზოგადოებაშიც ძალიან ბევრი ადამიანის მიერ, მილიონობით ადამიანის მიერ არის მიჩნეული ტერორისტად და ექსტრემისტად. და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩასვლა ეკრძალება, არსად არ მიესვლება, არის პროვოკატორი, არის ისლამოფობი, არის თვითონ ებრაულ საზოგადოებაში ყველა იმ ადამიანის მტევერი, ვინც ელემენტარულად მშვიდობაზე და მოლაპარაკებებზე საუბრობს. ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებით შეხვდა, თქვათ, იმას რა ქვია, იცხაკ რაბინის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, რომელმაც გაფორმა შეთანხმება იასირ არაფატთან და შანსი მიცა მშვიდობას ლენონის ცნობილ სიმღერაში რო არის შანსი მიცა მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში იმ პრემიერ-მინისტრის დაუძინებელი მტერი იყო და ყველაზე რადიკალი შოვინისტი და რადიკალი რომელსაც არსად არ შეეცვლება თელ მსოფლიოში არის სიმბოლო აი ამ ადამიანთ მოძულეობის, ანტიჰუმანიზმის, თავზე ხელაღებული ძალადობის, პროვოკაციის, თვითონ ებრაული სახელმწიფოს მტერიც არის. იმდენ თქვათ კონსტიტუციურ პრინციპს ეწინააღმდეგა ხოლმე, ეს კაცი უცებ მოულოდნელად ჩდება თბილისში და პოლიციის კორდონით და აღლუმით მას ხვდებიან თბილისში, ისინი რა ქვია, გელა, თვითონ გეკაზე. არ ვიცი, მე გელა ოფიციალურ სახელს დაუძახებ, გელაძე და ვიღაცეები. და ესენი ამბობენ, რომ მშვიდობის პარტია არიან, ხო, ყველაზე დიდი ომის გამჭაღებელი, ვინც არსებობს თანამედროვე მსოფლიოში პუტინთან ერთად, ეს არის აი ეს ქსენოფობი, შოვინისტი, ნაციონალების მაღალჩინოსანი ხდება, ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც არის ხე ქართული ოცნების მინისტრი, ხდება ისრაელის, რა ვიცი, გლობალური ომის პარტიას კი არა, ხო მართლა გენოციდის ჩამდენს და ესენი არიან ან მეორე შემთხვევა, ხა მთელ მსოფლიოში, ხა ეს ცელი პრობლემა არის, მე ამისი ესე იგი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ელემენტარულად ყველა მიცის თანამედროვე მსოფლიოში, ხო, არსებობს იორდანეს დასავლეთ სანაპირო, რომლის ოკუპაცია მიმდინარეობს მოახალშენეების მიერ. ანუ ის პალესტინის ადმინისტრაციის ტერიტორია, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ჩასახლებული არის იქ ასობით ასასი ადამიანი უკვე მგონი, დაპყრობილი აქვს ის ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო ისინი იქმნება, ჯგუფები იქ, ან ფერმები, ან დიდი წარმოებები და იქ მოწეული პროდუქცია არის დასანქცირებული ძალიან ბევრ ქვეყანაში. დასანქცირებული თუ არა, არ უნდათ იმ პროდუქციის შეძენა, იმიტომ რომ ეს არის პალესტინის ადმინისტრაციის ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად და იქ ადამიანების მოკვლის, განადგურების, აფეთქების, ადამიანებზე ნადირობის შედეგად მიღებული პროდუქცია. და არავის არ უნდა იმ პროდუქციის შეძენა დღეს თანამედროვე ევროპაში მაგალითად. მით უმეტეს ამ გენოციდის ფონზე, რომელიც მარტო ღაზაში არ მიმდინარეობს, ამ მოხალშენების მიერაც ზოგიერთ ადგილას ღიად მიმდინარეობს, ხო? საქართველოში მოულოდნელად ციდან ჩამოდის ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი და იწყებს საუბარს საქართველოს მევახშე სოფლის მეურნეობის მინისტრთან კავშირების გაღრმავებაზე და ურთიერთობებზე. ხო? და ასე შემდეგ, ეხლა დღეს თბილისში რო შემოვედი, იმისი დროშა კიდია შემოსასვლელში არაბეთის ემირატების. მე ამ ქვეყნებთან ურთიერთობას კი არ ვეწინააღმდეგე. ამ ლიდერებთან ურთიერთობას ისრაელს სანამ ესეთი ექსტრემისტული, შოვინისტური, გენოციდის მწარმოებელი ხელისუფლება ყავს.
მანამდე მგონი ვიზიტები აქ არ უნდა ხორციელდებოდეს თუ მართლა სუვერენული ქვეყანა ვართ. მართლა სუვერენიტეტზე თუ გველაპარაკებიან და მართლა მშვიდობაზე თუ გველაპარაკებიან. მე ანუ ვიმეორებ რომ კი ვიზიტი არაბეთის ქვეყნიდანაც უნდა ჩამოვიდნენ და დიქტატორული ქვეყნიდანაც და სხვა ქვეყნიდანაც, მაგრამ როცა ეს იქცევა ხოლმე ტრენდად. რომ ყველა გარიყული, გაუბედურებული, იმაში მხილებული ან ტერორიზმის დაფინანსებაში, ან გენოციდში ყველა ღვთისპირიდან გადავარდნილი შეკრების ადგილად აქცია ქართულმა ოცნებამ თბილისი. ქალაქი, სადაც რა ვიცი, რამდენ გენიოს უცხოვრია, ხო? ვენასავით არის თბილისი, სხვათა შორის ცოტა აღმოსავლეთისთვის იქ ვენაში ყველა რო ცხოვრობდა ფროიდიც და ისიც რა ქვია, ცოტა დიქტატორებიც ცხოვრობდნენ იქ 1-2 და ასე შემდეგ. მაგრამ თავშეყრის ადგილი იყო, აი თბილისი იყო თავშეყრის ადგილი. უამრავ ულტრაინტელექტუალს უცხოვრია, აქ ჩაიკოვსკის უცხოვრია, რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო. ხო? გრუშევსკი მაგალითად აქ სწავლობდა უკრაინის ეროვნული გმირი და უკრაინის, თქვათ, ნაციონალური იდენტობის შემქმნელი კაცი. თბილისი ამათი თავშეყრის ადგილი იყო. გამორჩეული, სოფლიოში მერცნობილი, დიდი ადამიანების და ქართულმა ოცნებამ სუვერენიტეტის სახელით და მშვიდობის ეგიდით თბილისი აქცია გენოციდის ავტორების, ომის გამჩაღებლების, ნავთობ დიქტატორების და ყველა საერთაშორისო რანგის, რა ვიცი, ნორმალური საერთაშორისო სამართალი რო არსებობდეს, დამნაშავეების თავშეყრის ადგილი. ხო, შეიძლება ნეთანიაჰუ ჩამოვიდეს აქ ვიზიტად. და ძალიან ესალმებიან, სხვათა შორის ოპოზიციონერებიც ესალმებიან. ჩამოვიდეს, დავხვდებით. ხო. ადამიანურად. ხო, მაგრამ სხვათა შორის